პიროვნება, რომელიც კანონიერ ხელისუფლებას შეურჩა, რომელმაც შეინარჩუნა სიმშვიდე აჭარაში, საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში, სადაც არ მოხდა ის ეგზეკუცია, რა სამეგრელოს და სხვა კუთხეებს გაუკეთეს და სიმშვიდე რო შეინარჩუნა. ეს მარტო თქვენი აზრია თუ მთელი რაზმის? ყველას აზრია და ესეც არის. ფაქტებიდან ავიღო. როგორც კანონიერ ხელისუფლებას ჰქონდა, ესე არის პრეფექტები და მიყვება იმ გზას, რაც საქართველოს გადაარჩენს. ასე ფიქრობს ყველა. ხარდაჭერის იმედი თუ გაქვს დაჭერიდან? ბატონო? ხარდაჭერის იმედი თუ გაქვს? ყველა სიმართლეს ყველა დაუჭერს ხარ. ყველაგე, მაგრამ მაინც ოფიციალური ხელისუფლების წარმომადგენელია აჭარის ხელისუფლება და ასე რომ თქვენ შეგვაწევს. ეს კი არა, იარაღით მოგვამარაგებს ამ ფინანსის კაი სიტყვას რო იტყვის, ამის იმედი გვაქვს. სანამ საქართველოს რო გამოადგება ესეთ საქმის კეთებას სანამ არ გადაუხვევდა, ეხლა რომ მივდივართ იმ გზაზე სანამ წავალ. ამის იმედი გვაქვს. კაი სიტყვას რო შეგვაწევს, ამის იმედი გვაქვს. აჭარა არის ერთ-ერთი კუთხე საქართველოს განუყოფელი კუთხე, რომელმაც ბევრი დანჯვა გადაიტანა როგორც მთლიანად საქართველომ, მაგრამ მიუხედავად იმ გაჭირვებისა, მუდამ საქართველოს გვერდით იდგა, დგას და იქნება ხელისუფლება აჭარას ყავს კანონიერი პრეზიდენტი ჩვენი ზვიად გამსახურდიას დანიშნული პრეფექტი ყავს ბატონი ასლანი. ბატონმა ასლანმა გადაარჩინა აჭარა მრავალჯერ იყო შესვლის მხედრიონს აპირებდა შესვლას, მაგრამ აოხრებას და წამებას გადაარჩინა ბატონმა ასლანმა. ჩვენ დიდ პატივცემთ ბატონ ასლანს, ჩვენ გვჯერა რომ ბატონი ასლანი თავისი პარტიით, თავისი აღორძინებით გაიმარჯვებს საქართველოში, მაგრამ გაიმარჯვებს იმ შემთხვევაში, თუ იქნება ნაღდი კანონიერი არჩევნები. დღესდღეობით, მიუხედავად იმისა, რომ მარტო მე კი არა, მთელი სამეგრელოს მოსახლეობა პატივცემს ბაბუს, როგორც თქვენ ეძახით და ჩვენ ვეძახით სიყვარულით, ბაბუს არაფერი არ გამოვა, იმიტომ რომ ამ არჩევნებს შევარდნაძე, როგორც მრავალჯერ, ისევ უკანონოდ იქნება არჩეული და ყუთში ჩაყრიან არა იმ საბუთებს და იმ ხალხის სიებს, რომელიც საჭიროა, არამედ თავის გამოყვანილ ხალხს და თავის სახელს შეაგდებენ იქ. ამიტომ ჩვენ გვჯერა რომ ცოტა ძალა უნდა და ცოტა შევარდნაძე უნდა გადაადგეს რა, უნდა წავიდეს და მე რომ უნდა დაინიშნოს კანონიერი არჩევნები. აი თქვენი და ბატონის პოზიცია აქ დასკავდება ერთმანეთისგან, რასაც თქვენ ამბობთ რომ არაფერი არ გამოჩნდება. ბატონის ხელისუფლებას რომ მიიღოს მონაწილეობა თავისი პარტიისა და იმედი აქვს რომ გაიმარჯვოს. სხვა მხრივაც თქვენ შეფასებასაც ბატონას შეფასებები ვართ არა კატეგორიულად მაგრამ არ თუ დადებითად აფასებს თქვენს ზონას ხელისუფლებისათვის. ნუ ბაბუ დიდი პოლიტიკოსია, მაგას აჭარელ ლომს ეძახიან. აჭარიდან შეიძლება ის არ ჩანს, რაც სამეგრელოში გააკეთეს. უკანონო ხელისუფლებამ აქ დაგვიწევს აკვნები, აკვანში მეგრელი ბავშვი არ უნდა გაიზარდოსო, დაკლეს ხალხი, ზედ ღორს აკლავდნენ და ცოცხალ ადამიანს მიწაში მარხავდნენ, აუპატურებდნენ გოგოებს, წვავდნენ სახლს და აქედან რომ უყურებდა ჩვენ ვხედავთ, შეიძლება ბაბუმ ის გაჭირვებას რაც როგორც ჩვენ, მაგრამ ჩვენ გვჯერა ერთის უკანონო და მოსული ხელისუფლება მოსულია ძალით, იარაღით და იარაღით მოსული იარაღით უნდა აღიკვეთოს. უიარაღოთ შევარდნაძესთან ლაპარაკი ზედმეტია. თუ იარაღს ჩვენ არ ვიხმართ, ჩვენ გვინდა რომ არ ვიხმართ ეს იარაღი, ჩვენ ვაფრთხილებთ მთავრობას, რომ ეს ომი თუ წამოიწყებს მთავრობა, იქნება ბოლო ომი. იმათთვის ვინ ჩვენ წინააღმდეგ წამოვა, ჩვენ სიხს არ დავღვრით, მაგრამ თავს დავიცავთ.
თუ ბაბუს ეყოლება შეერაღებული ძალა, რომელიც დაიცავს მის ინტერესებს, მაშინ ბაბუ გაიმარჯვებს. Გეპარგინდა თქვათ, რომ ბაბუს ინტერესები და თქვენ ინტერესები ამ შემთხვევაში უნდა ემთხვეოს. არა, ყველას გვაქვს ჩვენი მოსაზრებები გვაქვს, ეს ჩემი აზრია, მე ასე ვფიქრობ, მაგრამ მე ვიცი ერთი რომ თუ იქნება არჩევნები, უმრავლესობა მოსახლეობისა სამეგრელოში პირადად ბაბუს მიცემს ხმას. ცოტა ისტორიული გავხსენოთ, რომ თქვენ აჯანყება მოაწყოთ, მაშინ ხალხის აზრი ალბათ მენდაგლებად იცით, მაგრამ მაინც ჩვენი მოსაზრება, რასაც ხალხი საუბრობს, თქვენ ამბობენ რომ გქონდათ ადვილად შესაძლებლობა გადაგეგეტათ იქ ჩაგეგდოთ ხელში სუბსის ტერმინალი, ჩაგეგდოთ ხელში პორტი, გადაგეგეტათ რიკოდის უღელტეხილი და ადვილად გეკონტროლებიათ და მართლაც გაგიხადათ სიტუაცია, მაგრამ ეს რადგანაც ვერ მოხერხდა, რა იყო ეს რეალური მიზეზი? ჩვენი მიზანი და ჩვენი გამარჯვება, როგორც ჩვენ დავსახეთ და შტაბმა საკოორდინაციო საბჭომ დასახა, იყო სისტრაფეში. მაგრამ ცოტა ტექნიკამ გვიმტყუნა, ცოტა იმან გვიმტყუნა. შევარდნაძემ დარეკა ერევანში, ერევანის ჯარი მოიყვანეს მზადყოფნაში. ალიევმა გაიდარმა გამოიძახა და დახმარება გაუწია ექსვირტფრენი და დააჯინეს თბილისში. სანგვარი ოცნება სომხების ერევანის ჩამოსულიყო ფოთში, ჩვენ რომ ბრძოლა გაგვიგზილებინა, ახდებოდა და მერე ფოთიდან სომხების გაყვანა ცოტა გაჭირდებოდა. ისინი იქიდან არ გავიდოდნენ, ჩვენ ვაფასებთ სომხებს, სლამტერი კი არ არის ჩვენი, მაგრამ ძმობამ სომხეთის მიმართ და ჩვენ გავუკეთეთ სომხებს დახმარება, ამან გამოაჩინა სოხუმში ბატალიონ ბაგრამიანის სახით. სომხებმა უფრო მეტი დააშავეს ქართველების მიმართ, ვიდრე ჩეჩნებმა და ან აფხაზებმა. ამიტომ სომხების ძალა არ უნდა შემოიყო ფოთში და ჩვენ იმიტომ უკან დავიხიოთ. ქართულ მასშტაბიან სტელობას გადავდით და საშიშროებას. კი, იყო ლაპარაკი, ჩვენთან იყო გახოგიძე. შარიკაცი ყოფილა, ჩვენთან იყო ბატონო ალიკოჟვანია, მისი მოადგილე. მიუხედავად იმისა, რომ სროლები ატყდა, თავი არ დაუღუნია, მაგრამ ჩვენ ტელეფონები არ ჩამოვართვით, გვესმოდა შევარდნაძის ლაპარაკი, გვესმოდა ტელეფონის ლაპარაკი და რაც ხდებოდა თბილისში, თითქმის ყველაფერი ვიცოდით. შაშიაშვილიც უნდა ვახსენოთ ამ კონტექსტში. შაშიაშვილზე ახლა ლაპარაკი ზედმეტია და ბოდის ვიყრი მაყურებლები, მაგრამ შაშიაშვილმა შარვალი გდო დაასველა. შიშისგან. ბატიაშვილი იყო დრო, როცა კომუნისტები იყვნენ, ჩემი ფიქრით სხვაზე ნაკლები არ იყო და შეიძლება კიდევაც ჯობდა ზოგიერთ დივნები რო ყავდა კომუნისტები დივნი 100 წელი ჯობდა შევარდნაძეს, მაინც ქართული ორიენტაცია ჰქონდა, მაგრამ 9 აპრილში რაც მოხდა, ჩემი ფიქრით და ჩემი აზრით, ცოტას ალბათ ბრალს ბატიაშვილსაც დასდევენ. ბატიაშვილს შეეძლო 9 აპრილში სისხლი არ დაეღვარა, მაგრამ ბატიაშვილი გათიშეს ამ თამაშიდან. დღეს ბატიაშვილს უკავია უფრო ეროვნული წინაარჩევნები რო იყო ბატიაშვილმა პრინციპში თითქმის მოუგო შევარდნაძეს სამეგრელოში, მაგრამ ის არჩევნები მაინც გააყალბეს და ბატიაშვილი არ მოხდა. დღეს ბაბუ და ბატიაშვილის შეხვედრა მე არ ვიცი რაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ჩვენ პირადად მივესალმებით ამ შეხვედრას, იმიტომ რომ გვინდა არ დაიღვაროს სისხლი და იყოს უსისხლო გამარჯვება. და თუ ბატიაშვილი და კიდევ უფრო კარგი პატრიოტები ყავს, ბევრი ჩვენ, რომლებიც შადიან ბათუმში, სადაც შექმნეს პოლიტიკური ცენტრი, თითქმის ჩემი ფიქრი და ჩემი აზრით ეს პირველია, თბილისზე უფრო ძლიერი ცენტრია პოლიტიკური შექმნილი ბაბუსთან და ყველა თუ ბაბუსთან მივა და შეუთანხმებს თავის პოზიციებს, მაშინ მართლა არ დაიღვრება სისხლი და მართლა გაიმარჯვებს ბაბუ და ჩვენი ეროვნული აზრი. სინებით რამდენად ძლიერია თქვენი დაჯგუფება, რამდენად ძლიერია თქვენი ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ. იმას მე გაგითხებით, რომ არის აზრი, რომ თქვენ ხელისუფლებისგან მართლად იხარ და როდესაც მაშინ გამოიყენებენ თქვენს ფაქტორს. უნდა საუბარია მარჩენების მარჩენების ჩასვლაზე ან არ ჩასვლაზე. რამდენად შეეფერება სრავლეს ასეთი ვერსიები?
ეხლა ვინ როგორ წერს, ვინ როგორ ლაპარაკობს, ამას ყველაფერს და ყველას პასუხს ვერ გავცემთ, მაგრამ ჩვენ ვიცით ერთი რომ ჩვენ არ საიდან არ ვიმართებით, ჩვენ არ ვართ მარიონეტები, ჩვენ ვართ ქართველი პატრიოტები, დაჯგუფება ძლიერია, ხელისუფლება მალავს, ზუგდიდში გავიდა ჯგუფი, 25 კაციანია ერთი ჯგუფი, მეორე გალის პარტიზანები შემოვიდნენ, კიდევ 25-40 კაცამდე თვლიან, ისინი ჩვენ გვემორჩილებიან, ჩვენ ბრძანებას ასრულებენ, უბრალოდ მთავრობა ამას არ აშუქებს. მოსახლეობამ კერძოდ თბილისმა არ იცის რა ხდება სამეგრელოში, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ყველგან სადაც ჩვენი ბიჭები არიან, არის სისუფთავე, ბიჭები ზიან ჩხოროწყუში, არიან მარტვილში, არიან სენაკში და არიან ზუგდიდში. ზუგდიდი როგორც იყო ერთ-ერთი ეროვნული მოძრაობის დროს დიდი ცენტრი, ისეთია დღესაც, იქ ვერავინ ვერ ჩაკლა ეროვნული სული და ზუგდიდში ბიჭები მაგრადგანან და ჩვენ გვერდით განან ყველანი, ვისაც იარაღის დაგავება დღეს შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ 14 და 20 კაცი ვართო, თქვენ ხდებით და ხედავთ რომ 14 კაცი მაინც ისე დგას აქ ჩვენთან და დანარჩენები მუბანს იცავენ აქ სენაკში. ჩვენთან არის 4 სოფელი, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ. ჩვენ შეგვიძლია გავაკონტროლოთ კიდო სენაკიც, მაგრამ სენაკს არ დაგვითობენ, იმიტომ არ დაგვითობენ, რომ სენაკში გადის ფოთის მაგისტრალი და ხელისუფლებას შევარდნაძეს აინტერესებს მარტო ფოთი. ფოთი აინტერესებს, იმიტომ რომ ფოთიდან მოდის ვალუტა, რომელიც ჭირდება შევარდნაძეს რო გაიქცეს საზღვარგარეთ და იმის ხროვას, რომ იმალონ რომ გერმო და წაიღონ აქედან ფული. ცდილობა მრავალჯერ იყო, მაგრამ ჩვენ ძალა გვაქვს, იცის თავრობამ რომ ჩვენთან არის უმრავლესობა მოსახლეობის, ჩვენ წინააღმდეგ აქ შემოიყვანეს სპეცნაზი დელტა იყო, დელტასთან ჩვენ ერთად ნაბრძოლები ვართ აფხაზეთში, კერძოდ გალის რაიონში, მაისის მოვლენებში და დელტამ უარი განაცხადა ჩვენ წინააღმდეგ საბრძოლველად. დელტა დააბრუნეს, შემოიყვანეს პოლიცია, პოლიცია ატყავებს ხალხს, დგას ქალაქში და აქეთ სოფლებში არ შემოდის. ისე ორჯერ, სამჯერ შემოხდნენ სოფლებში. ჩვენ ვაკონტროლებდით მათ მოძრაობებს, მაგრამ ბავშვები იყვნენ, ახალგაზრდა პოლიციელები იყვნენ და შეგვეცოდა არ ვისრულით. პირველად ჩვენ არ გავისრულით და თუ გვესროლეს, მაშინ არავის არ დაიმდობ. ბევრი ინფორმაცია გავიდა და მეგონი არ თქვენ არ მალავთ რომ თითქმის თავისუფლად მოძრაობთ თქვენი როგორც წევრები, რამდენჯერმე გამონაცვალებთ ეს რადომაც სულ პრობლემად ხდება. ამასაც იმეჭოს საფუძველი ერთ-ერთი რომ პრობლემა არ სურს რომ ხელისუფლება პრობლემა შეიქმნა. ახლა არ ვიცი რატომ ხდება, მაგრამ ხდება იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცნობთ რაიონს, კარგად ვიცით ჩვენი სამეგრელო, იმერეთი, ძირითადად ფოთი, ქუთაისი, მაგრამ პოლიციაშიც არის ხალხი, ვინც ჩვენ მხარს გვიჭერს და ვინც ჩვენი მომხრეა. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია თბილისში ჩავიდოთ, იქაც მოვილაპარაკოთ პარტიებს, ყველას ვისთან გვინდა ლაპარაკი, თუ აქეთ არ ჩამობრძანდებიან, იქით მივალთ. რომას პრობლემა? კი. საქართველოში ეროვნული სული ვერავინ არ ამოხდა, ვერ წამოხდეს ქართულ ხალხს, ასე რომ ძალოვან სტრუქტურებში ბევრია ოფიცრები, ისევე პოლიციაში, ისევე სპეცნაზებში, ისევე თავდაცვის სამინისტროში, ვინც ფიქრობს ისე როგორც ჩვენ ვფიქრობთ. და ჩვენ გვჯერა რომ არც ერთი ოფიცერი, ვისაც უყვარს საქართველო, ჩვენ წინააღმდეგ არ წამოვა. ალექსანდრე ტაჯეს მიერ ჩამოყალიბებული ორგანიზაციის შესახებ დიდი სკანდალია თქვენი პოზიცია ახლა როგორ ვთქვათ, რატომღაც თბილისი შეშფოთა, როცა შეიქმნა საზოგადოება, ეს იყო სამეგრელოს აღორძინების ვარიანტი. სამეგრელოში 91 წლის შემდეგ არ მუშაობს არც ერთი წარმოება, არ მუშაობს არც ერთი ცეხი, მიდის მარტო ბაზარში ვაჭრობა, გზა არავის არ გაუყვანია, ერთმანეთი არავის არ ჩაუდვია და პრინციპში ზოგიერთ საკითხებში ბატონი ალექსანდრე სწორია ის ფული, ის შემოსავალი, რაც მიდის თბილისში, ცოტა ნახევარი სამეგრელოში დარჩეს და ამ ფულით რო აღორძინონ და გააუშენონ ხალხს ის დამწვარი სახლები, ის დანგრეული სახლები, რაც დაანგრიეს სენაკში, რაც დაანგრიეს და დაწვეს დარჩელში, ამისთვის ეს ადამიანის ისტორია, იქ არ იყო არაფერი სეპარატიზმი, ჩემი ფიქრით, ჩვენ პირადად მე არ მქონდა ლაპარაკი, მაგრამ როგორც გავიგეთ, როგორც შევიტყვეთ, არავითარი სეპარატიზმი ლაპარაკი არ არის. მიუხედავად ამისა, რომ არსებობს საზოგადოება ლემი, რომელიც იცავს სვანეთის ინტერესებს, არსებობს საზოგადოებები, პარტიები, რომლებიც იცავენ თავის კუთხეს, ასე რომ აქ არაფერი არ არის გასაკვირი, რომ სამეგრელომ კიდო
ყველაზე მეტი მოსახლეობით და ამდენი 9 რაიონი რა აქვს იმისთან რეგიონმა შექმნა თავისი პარტია, რომელიც დაიცავს სამეგრელოს. აჭარამ დაიცა თავი, დაიცა იმიტომ რომ ყავდა თავისი პარტია, ჰქონდა თავისი ავტონომია. ჭაჭი არ თხოვლობს ავტონომიას, მაგით თხოვლობს უბრალოდ ეკონომიურ დამოუკიდებლობას და მეც ვიდრე დღეს გვაქვს. ასახელეთ რომ ბატონი ასლანს სმირმა შეეძლო შეესრულებინა შუამავლის ფუნქცია საიდან ეს გამოვიდა იქიდან სწორად ალბათ აზრი ან მე ვერ გავიგე ან ჟურნალისტმა ვერ გამიგო თუ მე გამოვდები სიტყვა არ ვიცი მაგრამ ჩვენ ლაპარაკი გქონდა რომ სვირბა თვითონ წარმოშობით აფხაზია, აქაური გაზრდილია, ბათუმში გაზრდილია, არის სულით, გულით და ხორცით ქართული ადამიანი და მას შეუძლია მოაგვაროს მოლაპარაკება არძიმბასთან, შეუძლია აფხაზ ხალხთან გავიდეს და უთხრას ის, რაც არ შეუძლია გააკეთოს შევარდნაძეს და რაც შეუძლია გააკეთოს ლორტკიბანიძეს. შევარდნაძემ თვითონ წამოუწყო აფხაზებს ომი, ჩვენ აფხაზებს ყველა საკითხებში არ ვამართლებთ, მაგრამ არის ზოგიერთი საკითხი, როცა აფხაზ ხალხს შეეძლო თავი დაეცვა უკანონო თავრობისგან. როგორც არძიმბა, ისევე ასლან აბაშიძე ბატონი დანიშნული იყო კანონიერი ხელისუფლების მიერ. როცა არძიმბამ გადაწყვიტა გამოსვლა საქართველოდან, მაშინ პრეზიდენტმა ჩვენმა დაადო ვეტო და ის იმას ვერ გააკეთებდა, მაგრამ ომი წამოიწყო პირადად შევარდნაძემ იცოდა რა ხდებოდა, როგორ კლავდნენ აფხაზ ხალხს, როგორ უსწორდებოდნენ. ის მეორე ომი, მესამე ომი რა წამოიწყო შევარდნაძემ იყო იმისათვის წამოწყებული, რომ ყველას ენახა, რომ საქართველოს არ ყავს ჯარი და ქართველები უძლური ვართ აფხაზების წინააღმდეგ. ჩვენ გვაქვს იმის სული, რომ მოვიგოთ ეს ბრძოლაც, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ეს ომი ისევ არ განვაახლოთ და ეს მოლაპარაკება, რომელიც მიმდინარეობს დღეს უკანონო მთავრობა აპირებს, ამას ჩვენი აზრით უფრო კარგად გააკეთებს სვირბა. ხალბატონო მანანას ვაფასებთ როგორც და ვცემთ პატივს როგორც პრეზიდენტ კანონიერ პრეზიდენტ ზვიადის მეუღლეს. მე მაგათთან არავითარი კავშირი არ მაქვს. ზვიადის ბიჭები არიან ქართველები, იბრძოდნენ თუ არ ვწდები ჩეჩნეთში, გვერდში ედგნენ დუდაევს ერთ მომენტში, ახლა ჩამოვიდნენ აქ საქართველოში, ყველა ნაბიჯს არ ვამართლებთ. просто გვიგვირს როგორ შეიძლება ზვიადის შვილი იყოს პოლიციაში, რომელმაც პოლიციამ და რომელმაც მინისტრმა ბრძანება გასცა, რომ მოეკლათ მამამისი ბატონი ზვიადი. მე რომ ყოფილიყავი მაგით ადგილზე, მე პოლიციაში არ ვიმუშავებდი. და ბატონ ცოდნეს რაც გადახდა, როგორ ფიქრობთ ეს პროვოკაცია იყო ის თბილისში რაც? შეიძლება ოჯახი განიცდის დევნას ეს ყველამ ვიცით, რას უკეთებენ ხალბატონო მანანას, გამოურთეს შუქი, ვიშიმშილებო რო ამბობდა. და ერთ ოჯახს, პრეზიდენტის ოჯახს და პრეზიდენტის ქრივს შუქი რო კონდეს და სიარულის უფლება რო კონდეს საქართველოში, ჩემი ფიქრით ეს კანონიერი მოთხოვნა. მაშინ ცოტა უფრო გლობალურ საკითხებში ვახოთ ევროსაბჭოში გაწევრიანებას და აქ-სოფსის ტერმინალის გაცნა და ასე. ევროსაბჭო საქართველოს ჩემი აზრით არაფერს არ მიცემს. დღეს თუ გვაქვს ჩვენ თურქული ნაწარმი, რომელიც თურქეთში არ იყიდება, და თურქეთზე დამოკიდებულია და თურქეთის ეკონომიკა გაზარდა ქართულმა ბაზარმა, 5 მილიონი კაცი ჭამს, სვამს იმას, რაც არ ჭამს და არ სვამს თურქი, თათარი, ამას ჩვენ ყველაფერს ვყიდულობთ. ასე რომ მალე მაგვიწევს ის დაბრაკული საქონლის ჭამა იმ ხორცის, რომელიც არ შევა ინგლისში და არ შევა იტალიაში, ის მოვა ჩვენთან და ჩვენ გვაჭმევენ ალბათ იმას. ევროსაბჭო არაფერი არ არის. ევროსაბჭო არის ბორანის გახსნა ეს რაღაც კარგია ჩემი აზრით, ტერმინალს ჯობდა იქ აეშენებინათ იქ კაი ქვიშა, აეშენებინათ სანატორიუმი, რომელიც დაასაქმებდა უფრო მეტ ხალხს, ვიდრე დღეს ასაქმებს ტერმინალი. მაგრამ რადგან ააშენებს, მე არ მგონია რომ დღეს ჩვენ ქართველებს, ჩვენ მოსამსახურეებს აქვს იმდენი კულტურა მუშაობის, რომ იქ არ დაიბრება ნავთობი და არ გააბინძურებს ზღვას და იმ ადგილს, სადაც ტერმინალი ააშენეს.
ეს ყველაფერს ატყუილებს შევარდნაძე. იგი იმდენი თანხა კი არ არის ჩადებული, როგორც ისინი ამბობენ. ეს იყო ძველი ნავთსადენი, რომელიც ააშენა რუსეთმა მეფის დროს და ეგერ-აგერ გაარემონტეს და ხალხი მოატყუილეს გავაშენეთ. არც ერთმა დიდმა კომპანიამ ჯერჯერობით საქართველოში არც შეკრიბლება დაუდო და არც ფული ჩადო და დაბანდება გააკეთა, არავინს არ გაუკეთებია დიდ კომპანიებს. ეს შევარდნაძის მარგი ხრიკია. აბოლოს ბატონო გაგოთქვენ კარგახანია ოფები დღეში ასე ვთქვა კარგახანია აწარმოებს ლაპარაკობს ხელმძღვანელთან ალბათ უკვე გამოცდილებაც მიიღეთ და როგორ გესახებათ სანამდე აპირებთ ასე ცხოვრებას და როგორ გესახებათ რეალური პერსპექტივები რომ რა შეიძლება მიაღწიოთ ასეთ ბრძოლას ჩვენ გავაკეთეთ ბევრჯერ მიმართვა ხალხისადმი, ერისადმი, გავაკეთეთ მიმართვა ყველა პარტიისადმის გარდა ერთი პარტიისა. იმ პარტიას ჩვენ პატიას არ ვცემთ, ის პარტია უნდა დაისაჯოს, იმიტომ რომ მოუწყო საქართველოს ერთ გენოციდი. დანარჩენ ყველა პარტიას ვთხოვთ, რომ ასეთი დაძაბული მდგომარეობა ბევრ ხანს არ გაგრძელდება. ვიღაცას უმტყუნებს ან ნერვი, ვიღაცა პირველად გაისურვეს ან ის მხარე, ან ჩვენი მხარე და ეს ერთი გასროლა შეიძლება გადაიზარდოს დიდ ომში და ჩვენ ამიტომ ვთხოვთ ყველას, რომ ეს დაძაბულობა მოგვისწრან, ჩვენ მოგცენ უფლება დავბრუნდეთ სახლში. მაგრამ არავით არ იმას ციხეში ჩვენ არ მოვიტვენ. ჩვენ ციხეში ვინც გვიზის, ისინიც უნდა გამოუშვან, ის ბიჭები არ იყვნენ. დასაჭერი ბიჭებმა შეასრულეს ჩემი ბრძანება. ჩვენ გვინდა საქართველოს კარგი და დღესაც გვინდა რომ საქართველო იყოს ერთადერთი ძლიერი ქვეყანა ეკონომიურად და ფიზიკურად. ესე იგი თქვენ არავითარ დათმობაზე არ წახვალთ და ჩაბარებაზე ლაპარაკობთ. ჩაბარებაზე საერთოდ ჯერჯერობით მოდიან და ხალხს ატყუილებენ, თორემ ლაპარაკი საერთოდ არ არის. არც ერთი წელი და არც ორი წელი. თბილისის ციხეში რა ხდება? თქვენ ჟურნალისტებმა და ხალხმა ჩემს უფრო კარგად იცით. ხალხი იმდენი ცემეს, ჩვენი ბიჭები, ზოგს ნეკნები ჩაუნტრიეს, ზოგს ძვლები გადაუნტრიეს. ნახევრად მყარი ხალხია და მე ამ მგონია რომ მე ისე მიმიღებენ თითქმის და მობრძანდი დაბრძანდი ტელევიზორს მომიდანენ და იქ დამასვენებენ. ციხეს საერთოდ გამორიცხული, ციხეზე არასდროს არ იყო ლაპარაკი. ლაპარაკი იყო მარტო ერთზე გამოიშვეთ ბიჭები. როცა გაუჭირდა თავრობას გამოგზავნეს ხალხი კერძოდ შიშროებამ თავისი წარმომადგენლები ჩვენ ვიცოდით რომ გვატყუილებდნენ, მაგრამ ჩვენ დაჭერილი ბიჭებს რომლების რიცხვი უკვე 70-ს გადასდა, ყავს ცოლი, ზოგს დედა, ნათესავები და ჩვენ უბრალოდ ჩვენი მოლაპარაკებით ვაჩვენეთ, რომ შევარდნაძე უბრალოდ ყველას ატყუილებს. ბიჭები არ გამოუშვეს, პირველ ეტაპზე უნდა გამოეშვა 12 კაცი სია მივეცით ჩვენ, მითხრა საათს გამოუშვებთო, მერე გადადეს 20-მდე, მერე შევარდნაძე წავიდა ამერიკაში და ეშინოდათ რაღაცაკი დააწამოგვეწყო აქედან და ისევ მოგვატყუილდეს. მაგრამ ჩვენ აცი არ გავალთ მოლაპარაკებაზე, შტაბმა იცის რომ შევარდნაძეს თავის ცხოვრებაში არასდროს სიმართლე არ უთქვია და დღესაც ჩვენ სიმართლეს არ გვიტყვის. რადგან ასეთი მდგომარეობა გაქვს, საათ ხედავთ გამოსავალს და როგორ შეიძლება ყველაფერი ეს დასრულდეს? გამოსავალი ჩვენ ვთქვით, იარაღით მოსული იარაღით უნდა გავიდეს აქედან. შევარდნაძე დროა უკვე ჩაალაგოს ჩამადანი და წავიდეს აქედან. ჩვენ შევარდნაძეს უბრალოდ დავიჭერთ და გავასამართლებთ. შევარდნაძე საქართველოს მიზანში არ დაემარხება. როგორც ანეკდოტია, ჩავდეთ ზარბაზანში და ვისვრით იქ ოსეთისკენ და იქ დამარხოს ოსებმა. და როდესაც გეკავთ ამ აქციების ჩატარებას? დრო გვაჩვენოს ყველაფერს. მიუხედავად სახელებისა, მგონი საქართველოში და ქართულ ამბანში სიტყვაში არ დარჩა სიტყვა პატრიოტული, ბრძნული, რომ პარტიას არ ერქვას, 200 პარტიაზე მეტია და საზოგადოება ერთი პარტიის გარდა ყველა პარტიას ჩვენ პატივცემთ. ყველა პარტიის წარმომადგენლები ვართ, ყველა პარტიას ვიცავთ. როგორც ვიცავთ საქართველოს, ისე დავიცავთ ყველა პარტიის ინტერესებს. მათი განწყობა არ ვიცი, ახლა ზოგი ხალხს გვიგზავნის, ზოგი პატივცემს, ზოგს ეშინია, დაშინებულია ხალხი, მაგრამ არიან პარტიის წარმომადგენლები, როგორც აღორძინება, ჭყონდიდელი, ეს ვიადის პარტიები რა თქმა უნდა ჩვენთან არის და ჩვენ ყველას პატივცემთ. ყველას ვინაცვლები, ვისაც საქართველო უყვარს. ბატონო კარგია, ჩვენ ვისაუბრეთ ადამიანის და ერთისგან გავიგე რომ თქვენი შიშია თუ პატივისცემა თუ რაღაცა შუქი რომ ადრე არ იყო და ახლა უფრო უკეთესად არის რომ მე კიდე გუნდობა აღარ არის რომ მოსახლეობაში რაღაც დაუჯერებელია რომ ხელისუფლებამ არ იცოდეს თქვენი აქტის სამყოფელი როგორ გითხებთ? ნუ პრინციპში ხელისუფლება ამიცის ჩვენ რომ ვართ 4 საპერიდან სადღაც რომ ვიღაც თაზებს ვივართ, მაგრამ თარიციან რომელია და ტყე არ იციან სადა ვართ. არც ერთი აქაური მოსახლეობა არ ეტყვის ჩვენ სადა ვართ და როგორ ვართ. თაში და ტყეში ცხოვრებას ისტორიულად არასოდეს გაუმართლებია და თუნდაც ბოლო ეპიზოდი არ იყო ესე ბუას მომენტი და თქვენ როგორ გიხებთ გაამართლებს ეს თქვენი ასეთი
ვიცი გაამართლებს თუ არა მას მომავალი გვაჩვენებს, მაგრამ ესებია უბრალოდ გაყიდეს. ესებია იყო კარგი პატრიოტი, წესიერი ბიჭი, ჭკვიანი ბიჭი, მაგრამ მაგი გაყიდეს. და გაყიდა იმ მთავრობამ, რომელმაც შეერიგა. მოღალატეებს საქართველოში რა გამონიებს, მაგრამ ჩვენ ჯგუფში და ჩვენ ბიჭებში ახლა ვინც ვართ, მგონია რომ არა ვარ. ამისთან ჯერჯერობით გამორიცხულია. დაძაბულობა შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ ჩვენ ბიჭები და მე მათთან ერთად ვიბრძოლებ მანამდე, სანამ ვერ შესული გვიდგია. არ დავთმობთ არც ერთ გოჯბისდაც საქართველოში. საქართველოს მიწა ეკუთვნის მხოლოდ ქართველებს და საქართველოს გააკეთებს იმას საქართველოს მოსახლეობა, რაც საქართველოს ეკუთვნის და საქართველოს ხალხს გამოადგება. კი. და უკვე რეალური პერსპექტივა არ არის. მოლაპარაკების გაგრძელებაზე აწი ვერ ვიტყვი რომ ზედმეტია ლაპარაკი, შეიძლება კიდევაც განახლდეს რამე, მაგრამ ჩვენ მგონია რომ უშედეგოდ დამთავრდება. ეს იმიტომ რომ შევარდნაძე თვითონ არის საქართველოსათვის მოღალატე, სხვათა შორის ის ვერაზრს ვერ გვიწოდებს ჩვენს მოღალატეს, ჩვენ მოღალატეები არა ვართ. ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც თავიდან 99 წლიდან, 98 წლიდან დგავართ იქ, სადაც დადგა ეროვნული მოძრაობის ლიდერები და ეროვნული მოძრაობა საერთოდ. ქუთაისში როგორც თქვი ისე შაშიაშვილს შევხვდი, მაგრამ შაშიაშვილს გონია რომ ეს ტყუილი. მაგის ფული თქვინდა და ახლა ბიჭებს გადავეცი და წავიდნენ რაღაცების მოსატანად. ესე ვარ ყურაქნას. ესე სოხუმელი ვარ, დოლვილი, ახლა დევნილი. ჯერ დოლვილი იყავი, ახლა დევნილი ვარ. ბათუმში არ ყოფილი ხარ? ბათუმში საერთოდ არ ყოფილი ვარ. რა მინდოდა ბათუმში? ბაბუს მე არ ვისწნო და ფულს მაგი არ მასწავს. ეს ვერ მივდივარ. შაშაშვილის ფული გიჩვენე. მაინც მიშები. ეს ყოველთვის უკეთეს. კარგად ხარჯება. აბა რო.ოდესაც 1999 წლის 15 ივლისს ომი დაიწყეს აფხაზეთში, ეს გააკეთა ფაქტობრივმა ხელისუფლებამ. იმ მოტივით, რომ როგორმე დაივიწყებია სამეგრელოსთვის ის გაჭირვებები და ის დახოცვა ხალხის სახლების დაწვა და კიდევ იმიტომ, რომ ბატონი ედუარდი, ჩვენი ფაქტობრივი ხელისუფლების პრეზიდენტი, გამოგზავნილი იყო მაშინ რუსეთიდან იმისთვის, გადაეგდოს სვიად გამსახურდია. მან ეს გააკეთა მშვენივრად რუსი ჯარის დახმარებით, როდესაც ბალტინს მისცეს 200 მილიონი რუსული მანეთი და დღეს კიდევ ერთმანეთს იჭუპებიან ვინ მისცა და ვინ არა ეს ფული, ჩვენ დიდებულად ვიცით ვინ მისცა ეს ფული. და ბალტინთან როცა ჩვენ მივედით უთხარით, ერთი ტყვია გესროლაო ჩვენთვის ერთიო და უკან მოbrunდებოდით. აი ასეთ მდგომარეობა იყო. კაცი რომელიც სამშობლო არ აქვს. ეს არის დღევანდელი ფაქტობრივი ხელისუფლების პრეზიდენტი. სამშობლო და ერი მას არ ყავს. მას უნდა სახელმწიფო ჰქონდეს და ყველა იყოს მისი მორჩილი და მონა. ახლა ევროსაბჭოსთან დაკავშირებით გაერთიან ევროსაბჭოში, მანამდე ვიყავით სსრ კავშირში, ახლა ვართ ევროკავშირში.
ხალხს რომელსაც არ აქვს არ არის დასაქმებული ყველაფერი მოხრილია ოთხრილია არავითარი კავშირი მას არ შველის ეს ევროკავშირი ისე დაინგრევა ხუხულასავით არც ეს უშველის აბა ერთი ვკითხოთ ბატონ ედუარდს როდესაც 27 სექტემბერს 9:30-ზე 93 წელს სინოპის შტაბიდან დარეკა ჩემ შტაბში და მე მელაპარაკად დილის 9:30-ზე რომლის მოწმე არის და იქ იყო იმის გვერდით ბატონი ვალერი ქვარაია გენერალ-მაიორი თხოვა ბატონო რეზო რამდენ ხან შეგიძლია პოზიციაზე გააჩერო ჯარი პასუხი ჩემი იმდენ ხანს რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება ჩვენთვის მაშინ მეუბნება ბატონო რეზო 12 საათამდე თუ გაუძლებ წრის მოწოლას ყველაფერი ისე კარგად იქნება რომ გიხარია იმდენი მამა უცხონდა რაც მე გამიხარდა 12 საათის მერე 2 საათზე ქვარაია მიერეკავს და მეუბნება რეზო ჯარი გამოიყვანე და მერხეულში გამოდიო მე ვიდექი ჩამბაზე ფირცხის მთაზე და გვარდის მთაზე აი ამ მიმართულებით მაშინ წითელი ხიდი აღებული არ იყო ეს იყო 27 სექტემბერი 2 საათი როდესაც ქვარაია მიერეკავს მეუბნები ბატონო ვალერი წითელი ხიდი აღებული არ არის ესტაკადა ტუნელი რო არის სადაც მატარებელი შედის იქიდან ჩემი პოზიცია იყო 3 კილომეტრი ნახევრის ნით მარჯვნივ ჩამბას ქუჩაზე არსად ტერი ყველგან იქით დაუჩაგრეთ 80 კაცამდე მოუკალი 2 BMW უფეთქე გაიქცა მტერი ჩემგან მარტო 800 მეტრო იყო გადასაკეტი აი ესტაკადა რო ქვია მატარებელი რო შედის ხიდზე და სხვამდე ეს ვერ გადაკეტეს აი ეს ვერ გადაკეტეს თელმა რამოდენიმე ბატალიონმა ვინც იქიდან გამოიქცა და ზოგი სად დაიჭერეს და კლასური აგუზერაში დაიძეს ბინა და კიდევ იმას ვიტყვი რომ გენო ადამია არავის არ მოუკლავს აფხას არ მოუკლავს მაგ არიან თვითმხილველები რომ გენო ადამია მოკლეს ჩვენებმა თხიბუნი რო ქვია იქ კაშტაკთან სკოლა არის ახლა იქით რომ მიდიოდე მარჯვენა მხარეს საეს სკოლა მანდარინებია გაშენებული აი იქ მაშინ იქ მიდიოდა ხედრიონი მიდიოდა ყარყარაშვილის ხალხი ვითომ კლასური ხიდამდე მივიდნენ იქ მოbrunდნენ უკან შუაში მიდიოდა გენო ადამიანს მანქანა წინ მიდიოდა ეს მანქანები და BMW და BTR აქეთ წამოსვლის დროს ესროლეს BMW-დან და იქვე გააფრთხობიეს სული ბატონ გენოს რომ ბატონი გენომა ცოცხალი აქეთ არ უნდათ სხვადასხვის მეც გამომიზახეს აგუძერაში მერხეულში რო ვიყავი მაშინ რომ მეც ყოფილიყავი და მეც მოვიყალით მაგრამ არ გამოვცხადდი იქ აგუძერაში ვიცოდი რას მოხდებოდა კიდევ ერთხელ იმას გეტყვით რომ 93 წლის 9 ივლისს შეიძლება გიჩვენოთ მე ტყვია მაქვს აგერ მკლავში და აგერ არის გამოსული უბრალოდ თუ დააკვირდებით გულის დონეზეა დამიზნებული აფხაზის არ არის გვერდიდან მესროლა ახლა რატომ მესროლეს ეს ტყვია იქ ეს იყო 23 ბრიგადის მერვე ბატალიონის მეთაური ვიყავი იქ იყო მე-6 ბატალიონი იყო მე-3 იყო პირველი ბატალიონი ერთ დღეს დაგჭრეს ერთდროულად მე-6 ბატალიონის მეთაური და მერვე ბატალიონის მეთაური სადაც ჩვენი ჯარი დადგა წინა ხაზზე ბატალიონი არც ადამიანი არ წავიგია არც ერთ მონაკვეთში და როდესაც მიხვდნენ იმას რომ ეს ხალხი ომს არ აგლებს უკვე მკვლელები შემოგვიგზავნეს ჩემთან იყო 2 ჯგუფი მკვლელების ორივე ჯგუფი გავშიფრე ორივე ჯგუფმა მითხრა რომ ამ და ამ კაცმა მომცა დავალება ვინ არის და ბატონი ედუარდ შევარდნაძეს განმოდის ეს დავალება ქვევით აბა ის გენერალი ხوار მისემ და იმისო დავალებას იმ გენერალს ჩვენი ურად ვისნობ რატომ მიმომეცი დავალება რატომ მიეცი იმ ბიჭებს დავალება ჩემი მოსაკლავე რომ უუბნები გენერლებს ერთ გენერალს ხოდაშორის მე ვიცი რომ ეს შენ თავით არა ვინც შენ დაგავალა იმას იმ ბიჭებს აგინდა იმ ბიჭებს ამ მოუთხარი არც ერთი არ მომიკლია ეს ბიჭები ყველას ვაპატი ასე უთხარი რომ ბიჭებო დაანებეთ თავი ამ შესრულებას რომ თქვენ თვითონ მოგდები დამით ვაპატი ეს ბიჭები ყველას უცხალია დღეს 2 ჯგუფია იქ ომი გაყიდული იყო და ამას გეტყვით ახლა მე დიდი პატივი მინდა ვცე ხალბატონ დოდო გუგეშაშვილს მაგრამ დოდო გუგეშაშვილის ოცეული და კიდო 5 ოცეული მაგის გარდა შემოსული იყვნენ აფხაზეთში და ადგებოდნენ სტიკები სადაც არის ბატალიონი და ბატალიონი შუა ზუსტად იქ ურტყამდა მტერი ესენი გარბოდნენ და იქ შემოდიოდა მტერი და უკან მოძრაობდა მე იმაში რა ქვია ზურგში მტერი ეს გავიკეთეს რამოდენიმე ჯერ და დოდო გუგეშაშვილი ჩემ პოეზიაზე დააყენეს არ მჭირდებოდა იქით ხოვდი იქით ვაძლევდი ხალხს მე ხალხი არ მჭირდებოდა გოგო დოდო გუგეშაშვილი დავაყენე პოზიციაზე ოცეულით უკან გამოიყვანე ვინც იქ მეყანა ჩემი ხალხი და 300 მეტროზე სახში დავუმალე რომ იმას მარცოდნოდა და უთხარი ბიჭებს
რომ ოცეულის მეთაურს სოსო ფიცხალას უთხარი რომ სოსო უყურე ამათ თუ ესენი გავიდნენ ამ საღამოს გაიხსნენ აუცილებლად ჩადგი უნდა დღეს დავაყენეთ იმ საღამოს იქიდგნენ მეორე დღეს დაღამდა და გაიპარენ და წავიდნენ სოსო მეუბნება ასე დააყენე ბიჭები დავაყენეთ ბიჭები იმ საღამოს იქ დაგვესწნენ შემინდებისას 14 კაცი წვე დავიყვანე 7 მოვგარეთ აფხაზები აი იმ პოზიციას დილით გავედი მივდივარ გენო ადამიანთან შტაბში შევდივარ და დოდო გოგეშაშვილი აგერდა საღებში რაკენი გოგოშენ მეუთხარ რატომ იმიტოვე პოზიცია რაო ბატონო რეზოვო რა პოზიციაო მაგი ყარაულად დამაყენეო იქ რა უნდა მეთქვა დოდოზე და შევაღე კარი შიგიჟდა ჯაბაიოსელიან გენო მითხრა შემოდიო შევედი რაშია საქმეო და მე ხო გითხარი ბატონო გენო არ მინდა ეს მხედრიანი მეუთხარ მოღალატია ავარდა ჯაბაიოსელიან პისტოლეტი იკრა ხელი და მეც შეიძლება ჩემი გავარდეს ბატონო ჯაბა დაჯიქ მეუთხარი მაგი ინძლიერი არ იყო იქ ახლა მე ენასრო ატლიკინეს პარლამენტში დაიმარჯდა ლობიობა როგორია იქ სულ სხვანაირად იყო მაგი თავადები ეპიზოდები ჯიბეში და შემოიყვანეს დოდო რაც მე მითხრა ეს გაუმეორა იმას ამით გაიმართლა ჯაბამ თავი ხო ხედავ კაცო ომი უნდა დამატ ყარაულები ხარ არიან და აი ასეთი მოღალატეობით წააგეს ომი აფხაზეთში თუ გაყიდული იყო თავი და რატო დაიწყეს აი ჩემი აზრი ასეთია როდესაც არც განსაკუთრებულმა პატრონმა პრეზიდენტმა სვიად გამსახურდიან თქვა სიტყვა რომ მე დინარის დინებას მიყვებიან კალმახი მიდის მარტო დინარის საწინააღმდეგოთო ეს არაპატიეს მასონებმა ახლა ხო ეს რომ მოვყვეთ ყველაფერი ბევრ დროს აგვართნობს მასონობა ჩვენ ვიცით როგორ არის და ყავიდღია ეს და აი ამიტომ იქიდანაც იმართებოდა ბატონი ედუარდი ამერიკიდანაც ახლაც იმართება ახლა ორი ადგილიდან იმართება რახნას არ იცის ერთი მეზობელი მყავდა ფოფხაძე იყო გვარა სახელს არ ვიცი იმ ხალის მოხუცი იყო ძალიან და მე ვიცნობ როგორც მოხუცი მაგრამ ახალგაზრდა რო იყო არაუშავდა თურმე და ორი შეყვარებული ყოლია საყვარელი ერთი ეფრემი ერქვა და მეორე ჟორა ახალი წლის წინა დღეს ახალ წელს ზუსტად ახალ წელს თოვლია მოხლამდე და ჭიშკარმა დაეჭიჭინა სოფლის კუთხეში ცხოვრობდა მელანოსი არ იყოს ხო და დაეჭიჭინა გაიხედა ფანჯარაში დაიხარდა აი ეფრემ მოდის კაი კაცი დაეჭიჭინა უკან კიდო ჭიშკარმა მეორე მხარეს უნდა შემოსა გაიხედა იმ მხარეს აგერ ბიჭო ჟორა მოდის ახლა რახნას ეფრემი და ჟორა და არ იცის რახნას და ორივე შემოვიდა სვეს ჭამეს ბიჭებმა და წავიდნენ ახლა უკვე დღეს შევარდნაძე მარიცის საით რახნას რა გააკეთოს გაჭირვებულ მდგომარეობაში და თქვენ რომ გვეკითხებით რა უნდა ვქნათ არაფერი უბრალოდ შევარდნაძე გავიდეს პენსიაზე დავნიშნავ კანონიერ არჩევნებს აირჩიონ მე თუ უნდა შევარდნაძე აირჩიონ ისევ ოღონდ კანონიერება აღდეს პირველ რიგში და მე აირჩიონ შევარდნაძე ისევ კანონიერება ხელისუფლება შეიძლება ხალხმა ისევ ის აირჩიოს არ მიდის და ბედნიერება გისურვოთ ჯანმრთელობა გისურვოთ და იქ სენსაციური რამე რომ მოხდება იმ მომენტში ყოფილიყავი და გაგიშვებინათ ყველაფერი საქართველოში რაც ხდება ნაღდი თვალით ნაღდი გული ქართული რო გაქვთ ვიცით და აი ამ ქართული გულით ქართული სისხლით ქართულებისთვის გაჩვენებინათ რომ ხალხი რას აკეთებს ყველას უჭირს დღეს საქართველოში მაგრამ ყველანი გაუძლებს გაჭირვებას ოღონდ გაიმარჯოს იმ ჩვენმა გულმა და ჩვენასულმა რომელსაც 4000 წელია საქართველოს ხალხი და მოსახლეობა ემსახურება კერძოდ აქ ახლოს არის დადიანების ეკლესიები აქ ახლოს არის ციხე გოჯი საიდანაც წამოიწყო საქართველოს გაერთიანება სადაც ჩვენმა მეფემ ბატონმა კუჯიმ საქართველოს მეფეს პარნავას უთხრა შენ უფროსი ძმა და მე შენი უმცროსი ძმაო არავის არის სეპარატიზმი არ არსებობს სამეგრელოში არსებობს სიყვარული საქართველოს მიმართ ხალხის მიმართ ახლა თუ შევარდნაძე არ გიყვარს ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ კრიანად გური აგძულს როგორც გურულებს არ უყვარს შევარდნაძე ისე არ უყვარს მეგრელებსაც მაგრამ რასიზმი ხდება ხოლმე ხანდახან ჩვენ გვჯერა რომ თქვენ სიმართლეს იტყვით თქვენ გაგიმარჯვეთ კარგად იხავით და ჯანმრთელად იხავით დიდი მადლობა მოვალ შეხვედრა მადლობა უიარაღოთ უსისხლოთ თბილისში ყოფილიყოს გულოცავთ გულებს მადლობა ლაშას რომ საშუალება მოგცა დღეს 7 ხასიათის კაცი ბრძანდებით აი ღიმილი შეგჩენიათ ძველის იერი შეგინართუნებიათ როგორ ახერხებთ ამას ახლა ტყეში გასული კაცი მით უმეტეს ამხელა სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანი ცოტა უფრო სხვანაირ მდგომარეობაში უნდა იყოს უფრო ნერვიული უფრო არა მშვიდი ხასიათის და
ერიულობას თავისი საფუძველი აქვს, ბესანერვიანო ბევრია, მაგრამ ჩემი ბიჭების სიხარულით რაზურს არ ვინერვიარებ. აი ბიჭები არიან, ხანდახან შავებიან, ხანდახან ცოტა დალებიან, ხანდახან სადღაც წავლენ, მაგრამ დისციპლინას მაინც ემოცილებიან, მიუხედავად რომ დღეში ვართ, გვაქვს ჩვენი ხაუბაღდი, ყველაზე შენია ხაუბაღდის ჯერჯერობით არავინ არ ჩამჯდარა. მე ოჯახში ცოლი მეუღლე, აი ხალი მყავს. ადემსევს შვილები კარგი მყავს. შემიშინეს პოლიციელები რომ მოვიდნენ. ავად გამიხდა, მაგრამ დღეს ყველაფერი კარგადაა და მე თქვენ ჩამოვბრძანდით და მიხარია. ყველაფერი კარგი მიხარია. თავს რითი ირჩევთ? ზოგი მოსახლეობა ჭას გამოგიგზავნიან. მე აღდგომა იყო. ოჯები გამოგიგზავნიეს. პატივცემენ, მაგრამ ძალადობით არავით არის ძალადობის უფლება არც ერთ ჩემ გვარდიელს არ არის. ყველა მიცის რომ თუ იქნება ოჯახის თავდასხმა ან ძალადობა, უბრალოდ მე ვახვრითავთ და პატრონიც ვერ ვნახავს. ყველაფერი გამორიცხულია სიყვარულის გარდა. სიყვარულით უფრო მეტი შეიძლება ვიდრე სიძულვილი და ავტომატით. დიდი მადლობა. არაფერს. ეკითხე. მეგონა მეუღლე. მადლობთ, კარგად. მალე პატარა ანგელოს ველოდები. თუ ვაშკაცი იქნა, ჩემ გვერდ შემოვიყენე. თუ გოგო იქნა, შემთხვევაში ან მეცესრა, ან კიდევ უნდა დაზარდოს ვაშკაცები, რომელიც კიდევ ეს დაიზრდებიან, ამგებს ლეკვები მგლისანი, ისე არ მოწყდებიან, ჯავრი არ შემომწესანი. დაბადების დღე ქონდა გუჟინ. როგორ დალია, როგორ კეიფი. სანაში გაატარე დღებით. კეიფი ახლა მაგრამ თქვენოთ ბატონო გაგო ეს სარდამბადი ჯეთორე არ მოვიდოდი? რა უნდა აღნიშნე დამატების დღე რა უნდა ინტერნეტად თქვენი სათვალიერო დავილიეთ ჩემი ბიჭების ჩემი ძმების რომელიც შემგვეცი არიან ინტერნეტად მაგრამ ეს ბატონო გაგო თქვენ და ჩვენი ბიჭები ბრძანდებული ჩო იქნება გაზაღვნიშნოთ მე აღნიშნე